საღამომშვიდობისა თვითფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონებო და ბატონებო. საქართველოში საქართველოს საზღვრების გარეთ და ოკეან გაღმა მოგესალმებით ბატონი პატა შუბითიძე, ბატონი ზურაბ კობახიძე. მადლობთ. ქალბატონებო და ბატონებო. ბატონო პატა. პირველ რიგში ნამდვილად არ შეიძლება რო არ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს 39 დღე გრძელდება. მე წინა გადაცემაში ვთქვი, დიახ, გახლავარ რაკი საქართველოს ნაკრები არ არის ამ ჩვენ და გულდასაწყვეტად, რაკი არ არის მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ვარ დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნების ნაკრებზე. დიახ, ესპანეთის ნაკრების. პირველ რიგში მე პორტუგალია, კი ბატონო, მისაღებია პორტუგალიაც. ხო, მაგრამ ისა არ გული არ გაიტეხოთ, გასულ ეხა დავაკვირდი და ვერცერთმა კომენტატორმა ვერ გაიხსენა, რომ პირველი თამაშები შეიძლება არ იყოს ისეთი და ვერცერთმა ვერ თქვა ზუსტად ყველაზე ახლო მაგალითი. აი მე ვიტყვი ეხლა, იმიტომ რომ მიყვარს ძალიან ფეხბურთი, თქვენც გიყვართ, ზოგმა გახსოვთ, ზოგს არ გახსოვთ. ყველაზე კარგი ამის მაგალითი იყო ის, რომ ყატარის ჩემპიონატზე, წინა ჩემპიონატზე, არგენტინის ნაკრებმა საუდის არაბეთთან წააგო 2-1 ჯგუფურში. პირველი თუ მეორე მატჩი იყო ერთი სიტყვით, არ გული არ გავიტეხოთ, ესპანეთის ნაკრებს, ისეთი ნაკრებია, ყავს ორი დიდი გუნდი, ესე იგი შეუძლია ორი გუნდით ითამაშოს და ორივე უმაღლეს დონის გუნდი. ორივე უმაღლესი ეს იმხელა, ესე იგი სათადარიგო სკამი აქვს. ასე რომ ამაზე გული არ გავიტეხოთ, ეს პირველი თამაში იყო. ეს ერთი, მეორე უკვე ნამდვილად მინდა ვთქვა, ეს აუცილებლად მინდა ვთქვა. 2 წლის წინ ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც თურქეთის ნაკრები გამოდიოდა და ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით თურქეთის ნაკრებს, იქ უკვე გერმანიაში და წარმოვიდგინოთ ეხლა რამდენი თურქი ცხოვრობს ევროპაში და გერმანიაში 7 მილიონი თურქი ცხოვრობს. ხო და წარმოვიდგინეთ, რომ აი ესეთი თამაშის წინ აი ესეთი წამოვიდა თურქეთის გულშემატკივრებისგან წამოვიდა ესეთი წინადადება. მათ ესეთი რამე თქვეს, რომ თურქეთის ნაკრები ისე სჯობს საქართველოს ნაკრებს, როგორც თურქული ლულა კაბაბი ხინკალს. მაშინ მე დღეს ესე ვამბობ, მე ხუმრობით სპორტულ მათი ნაკრები ისე ჩამოუვარდება ავსტრალიის ნაკრებს, როგორც თურქული ლულა კაბაბი დიახ ავსტრალიურ მით პაის, ანუ ეგ არის კუპტარია რა, ნუ ქართული ვარიანტი, ავსტრალიური ვარიანტი ქართული კუპტარის. აი, მაშინ ეგრე ვიტყვი მე. ის კენგურუს ხორცისგან არის. რაღაც იმათ აქვთ, იმათ სხვათა შორის ეგეც აქვთ ერთ-ერთი ბლუდა, მაგრამ ის რასაც მე ვამბობ, ეს Australian meat pie. ეს არის ავსტრალიაში ერთ-ერთი, ნუ ესე იგი, აი კუპტარის ვარიანტი. ხო, კარგით. ეს რაც შეეხება ფეხბურთს. ეხლა მეორე არ შეიძლება რო არ ვთქვათ, არის ამხელა გამოხმაურება, ასეთი დიდი ამბავი, რომ აი ილია თოფურიას წაგება. აი ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო პატა. ეხლა მე ვიტყვი ერთ ვერსიას, რომელსაც არ დამიწუნებს თვით ილია თოფურია. მან მოხდა შეცდომა, მე თუ მკითხავ, იმის რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ოვალურ ოფისში შემოგთავაზა, რომ Pennsylvania Avenues 1600 ნომერი, ეს არის მისამართი თეთრი სახლი. ხო, ჩრდილო-დასავლეთი, Northwest, 1600 Pennsylvania Avenue. თუკი ეშენმა შემოგთავაზა და თქვა, რომ ჩემს აი ბაღში წინ იქნება ოქტაგონი დადგმული და MMA-ის თანხმობით და მხარდაჭერით შენ იქ გამოდი და
მე არ მიყვარს საერთოდ ეს სპორტი. პირდაპირ ვიტყვი. არა ვარ გულშემატკივარი ამ სპორტის. გლადიატორები გიყვართ ფილმი არა, გლადიატორები ის სხვა დრო იყო და ის სხვა მხატვრული ფილმია და მე პირდაპირ ვაღიარებ. მე ეს სპორტი არ მიყვარს და ვისაც გიყვართ, ღმერთმა კი ბატონო თქვენი ნება, მე მაგალითად ამ სპორტს მე მაგალითად ხო არ ვცემ პატივს. სპორტი არ არის. მიყვარს კი არა, პატივსაც არ ვცემ, მაგრამ მე ქართველი რო გაილახება, ამას ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ხო? რასაკვირველია. ამიტომ თუ შენ ეს შემოგთავაზა იქვე ნორმალური და ძალიან დაფასებული სიტყვა იქნებოდა ამერიკის მხრიდან პარტიულად დემოკრატიის და საერთოდ მოსახლეობა ხელზე გაგისვავდნენ ისეთ ამ სიტყვას ვიტყოდი იცით რა ბატონო პრეზიდენტო მე მებრძოლი ვარ სპორტულ დარბაზებში სადაც უნდა ოქტაგონზე სადაც უნდა დავიცვა ჩემი ქვეყნის დროშაც ამავდროს და მე 14 ივნისს რომელიც არის ამერიკის დროშის დღე ამავდროს თან ტრამპის დაბადების დღე მაგრამ 14 ივნისი დროშის დღე ფედერალური დასვენების დღე არ არის მაგრამ დროშის დღეა უქმე დღე არ არის რო ყოფილიყო მაგალითად ორშაბათი ახლა იქ დაემთხვა უქმე მაშინ ორშაბათს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იქნებოდა ხო აი მე ამას არ ვიზავ რომ ამერიკის დროშის თან იმ ეგიდით რომ ეს არის ამერიკის 250 დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან 250 წლის თავის ეგიდით ვიბრძოლო ამერიკელთან და მოუგო არა არ ვიბრძოლო და გმადლობთ არ მინდა არ ვიღებ ამ გამოწვევას ნებისმიერი შედეგი ხო ნებისმიერი შედეგი იქნება ახლა რომ მოეგო და რო წააგო ხო ცუდ შედეგში ვართ ახლა ამ დროს სანამ ეს რო გამოცხადდა მე რა მახსოვს იცით როგორი კომენტარები მიდი ილია დაუბნელე თეთრ სამარს გამოურთე სინათლე რაღაც ეგეთები გამოურთეთ კი არა ხო ეს უკვე რომელი ხალხი ხო იცით რა ეს რო აქვს ამერიკელებმა უნდა დაბნელო გავგათხოვებენ და ერთი სიტყვით ხელის გულზე ატარებდა ამნაირ ეს პასუხი რო ეთქვა ბატონ აი ჩვენ საყვარელ კაცს ილია თოფურიას და ღირსად ამას დაუფასებდნენ იმიტომ რომ თვით ესე იგი ივენტი შეიძლება ძალიან მალე ჩაითვალოს როგორც არა ლეგალური ივენტია. მე იმ ხალხის მხარეს ვარ, იმიტომ რომ თეთრი სახლის ტერიტორიაზე იყიდება ბილეთები. ამერიკის პრეზიდენტის შეერთებული შტატების რეზიდენტიდან იყიდება ბილეთები და იქ ორი კაცი ერთმანეთს ხოცავს. ვერაფერი ის არის, რომ სატრაბახო ვერც 250 წლის თავის და ვერც მაგრამ მანდიყო რა დაბადების დღე დაემთხვა 14-ში თვითონ თავისი ამ ჩვენი ცოტა არ იყოს ისეთი კაცის პრეზიდენტის და ამას მიაბადა თან გამოიყენა ისიც აი დღეს რაზეც გვექნება საუბარი ლეგალური სამართლებრივი ლაკუნა ამაზე ვისაუბრებთ და აი ეს უნდა გაეკეთებინა ილიას და აი გაუშვა ხელიდან ეს შანსი მოიწყო მანამდე მაგის გამოსვლები ძალიან ღირსეულად ფასდება არა ძალიან დიდი კაცო მე ხლა კიდევ ერთხელ ვამბობ არც მაინტერესებს არც პატივს ვცემ ამ სპორტს განაის რომ არ მიყვარს არა პატივსაც არ ვცემ ამ სპორტს აი კრივს მაგალითად ხო მე როგორც სპორტს პატივს ვცემ და მიყვარს კიდევაც ზოგიერთი მოკრივე ისეთი ის მაგრამ ის სხვა სპორტია ეს ზედმეტად სისხლიანია და მე ეს ჩემი პირადი აზრია მე არ გვაქვს მე ვარ ქართველი კაცის საქმეც ეგრეა ბატონო წარმოუდგინეთ ახლა თქვენ ქართული ჭიდაობა ხო სხვა ჭიდაობა ხო ვიცით ზიუდო სამბო რაღაცა ხო აი ქართულ ჭიდაობაში მუხს რო დადებს მოწინამდე ჩვენ ყველაფერს თავიდანვე მუსიკაზე ჭიდაობა ხო მუსიკა ხო თავისთავად მუხს რო შეახებს ნახებს აღარ ეჭიდავებს შენ გაინტერესებს არა იმის დახჩობა იმისი გაგუდვა იმისი რაღაცა მტკივნეულით ჩატარება ამიტომ ის თავის გატეხვა ისეული პარტნიორი
გამიგე? რა თქმა უნდა. შენი შესაძლებლობები გინდა გამოხატო და შეაფასო, რომ პარტნიორიც არის მდგომარეობაში გაუჩაგრავი და თანაფარდია, ასე ვთქვათ რა. კი ბატონო. ხო და მუხლი კი არა, აქ აქცეულია, შენ მოკლას კაცი ისე ურტყავად. ის რომ რაღაც გამორჩეს ვიღაცას და ხელის დარტყმა რაღაცა ხო შეიძლება რა. თავისუფლად შეიძლება და მომავალი შედეგები კიდე რა. ერთი სიტყვით ახლა ჩვენი აზრია, ჩვენი გასარჩევი არ არის, მაგრამ აი ყველაზე სწორი ქმედება და სიტყვა იქნებოდა ილია თოფურიასგან, რომ მე არ ვიღებ ამ გამოწვევას დიდი სიამოვნებით დარბაზში ოქტაგონზე და არა თეთრი სახლის ეზოში მოწყობილ ოქტაგონზე. იმიტომ რომ ეს არც ამერიკულია, არც პრეზიდენტულია, არც ეთიკურია. ნუ მე არ მინდა რა. უადგილოა რა ეგეც. ადგილას მე მებრძოლი ვარ თან ამერიკის შეერთებული შტატების დროშის დღეს. ესე იგი, უნდა ჩამოვწიოთ ამერიკული დროშა დაბლა, ავიჭიროთ ქართული, იცით რა, ვიღაცა რატომაც არა. კარგით რა ხალხო რა, ეხლა საკუთარი თავი დავაყენოთ ეხლა იმათ ადგილას. გაგიხარდება. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ. დღეს რომ ჩამოვიდეს ვიღაცა. არა, გეუბნები, იცი რა მოხდა მე? კითხე. კონტროვერსია ეხლა მეუბნება. აი ეს რა მოხდა მე? დავანგრიოთ ამერიკელები და ჩაუქროთ ჩუქი თეთრსაში. ავწიოთ თეთრი დროშა და დავწიოთ ამერიკის დროშა და დავწვათ ამერიკის დროშა შემდეგაც მოგაყოლოს შეიძლება. ულში უდევს არ ამბობს. კარგი თქვენი ჭირიმეთ რა. ხო და ვერც ვქენით. ვერც ისა და ერთი სიტყვით ამ თემაზე უკვე აღარ ვსაუბრობთ, ეს ჩვენი აზრი. თქვენ გადაწყვეტეთ არ გვაგინოთ ეს ეთიკა დაიცავით. მაგრამ ჩვენ ესე ვაფასებთ და თქვენი შესაძლებელი, ჩვენ ესე გონია, თქვენ როგორც გონიათ, თქვენებურად გეგონოთ და ამიტომ ახლა ლოგიკური შედეგით დამთავრდა. და დამთავრდა ლოგიკური შედეგით. დიახ, ამერიკული დროშა აიწია და ჩვენი ბიჭი ძალიან კარგად მაგრად გალახული დაგვრჩა და მე ის სურათი რომ ვნახე, გული მომკვდა, იმიტომ რომ მე ქართველი კაცის გალახვა მე არ მაინტერესებს ის სპორტი და არც მიყვარს და არც მიინტერესდები, მაგრამ ქართველი კაცის ესე ლეგალურად ესე გალახვა, აი რა. და ეხლა მოდით გადავიდეთ უკვე სხვა თემაზე, ჩვენ სამართალზე ვსაუბრობთ, სხვადასხვანაირ სამართალზე ვისაუბრეთ, ხო და აი მე და ბატონო გადავწყვეტეთ დღეს ვისაუბროთ ცოტა ისეთ განსხვავებული თემა სამართალზეა, სასამართლოზეა, სამართალზეა მთლიანად, მაგრამ აი ესეთი სათაურია. სამართლებრივი ლაკუნა. სამართლებრივი ლაკუნა. ბატონო, ცოტა თქვენ დაიწყეთ ახლა. კი ბატონო. და მე გავაგრძელებ. საერთოდ საიდან მოდის სამართალი და ზოგადად რო ვთქვათ რა, ჯერ კიდე ჰაბურაბის კანონები რო ავიღოთ რა, რითი ტრაბახობს ის ჰაბურაბი მეფე, ხო? ქვია, ერაყის ბაბილონში. რომელიც ღმერთის კარნახით შევიმუშავებდა, ღმერთის კარნახს გადმოვცემო. ანუ ღმერთის ნებას აღასრულებო, ღმერთის ნების აღსრულებელი ვარო და იქ არის გარკვეული მოხლები. ანუ რელიგიიდან, ტრადიციებიდან მოსული. ამას ქვია, რაც ღმერთმა დააწესა ეს კანონები, მეგობრებო ბატონო, ბუნებითი სამართალი. შეიძლება ბევრი რამე არ აისახოს კოდექსში, არ აისახოს თუნდაც ვახტანგ მე-6 სამართალში ბევრი რაღაცა, მაგალითად კიდე იმასაც ვიტყვი სამართალთან დაკავშირებით, რომ ქართველებს გარკვეული დამოკიდებულება ჰქონდა ამ სამართალთან. მაგალითად, ბატონს უფლება არ ჰქონდა ან ვინმეს, რომ წყალი დაეჭირა, თუნდაც გლეხი ყოფილიყო, მოსაწყავ-წყალი რო გაყავდა. არ ჰქონდა პირველი ღამის უფლება საქართველოში. და გლეხს უფლება ჰქონდა პირველი ღამის უფლების გამოყენების შემთხვევაში მოეკლა ბატონი. წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ ეს ზნეობრიობას, ბუნებრიობას, ღვთისგან დაწესებულ კანონებს აძლიერებს და ხაზს უსვამს. ხო და იმ სამართალს, რომელზეც მე შემდეგ გაიგო, ესე იგი ეს ყველაფერი, ქვია პოზიტიური სამართალი, ასე ვთქვათ, რადგან მე სახელმწიფოებრივი სამართლებრივი ნორმები. ხო და თავის დროზე რო კითხეს არისტოტელეს, რა უნდა გააკეთო, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, ახალგაზრდა ყმაწვილი, უნდა გააჩინოს სამართლებრივ ქვეყანაშიო. ეხლა ეს სამართლებრივი ქვეყანა ბევრი რამე შემთხვევაში შეიძლება კოდექსმა, შეიძლება სამართალმა, სახელმწიფოებრივმა ინსტიტუციებმა გაითვალისწინონ, მაგრამ არის გარკვეული მომენტები, რომელსაც ყველაფერში სამართალში ვერ ასახავ. და იქნება რაღაც ვაკუუმი. ხო. აი მაგალითად პეტრე პირველი სამართალი რო აიღო, ხო?
იქ რა ხდებოდა, რომ უფლება არ აქვს ოიარს ბოდიში და სუფრაზე დაენერწყვა რაღაცა, კიდე ესეთი უძველობები ჩაედინა. ვის რა საზომით მიუძგები ახლა. ის საქართველოს ზნეობრივი მორალური კანონები ჯერ წესიო და მე საქმეო, ხო? ეს საქმე ზოგადად რო ვთქვა, იურიდიულად არის საქმე, რაღაც იურიდიული საქმე, მაგრამ წესი, რომელიც მოდის ზნეობიდან, ხო, ის არის წესი. რა თქმა უნდა. და ღვთისმიერი და აგებული ჰუმანურ ღირსებებზე და ადამიანის პატივისცემაზე, ტრადიციებზე, რელიგიურ რწმენაზე, ყველაფერზე აგებული ადათ-ჩვევებზე, ყველაფერზე აგებული არის სამართალი. კავშირი იყო ახლა ამდენი ქვეყნის, ამდენი რელიგიური აღსარებლობის ხალხის თავშეყრა ერთი კოლონიაში და ერთ საპრობილებში გასაგებია, რომ საბჭოთა სამართალი იყო, მაგრამ გაურებული იყო ეს სამართალი. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა კოდექსები შეიმუშაო, არის მომენტები, რომ ყველაფერს შინით ვერ შეიტანო. ვერა. ხდება დანამდვილად მაგალითად ჩოხოსანი კაცი, ჩოხიანი კაცი. მოდით ამაზე მე რა ვთქვათ და ეს ერთ-ერთი გამოვლენა სამართლებრივი ლაკუნა. ანუ ყველაფერს იურიდიულ დოკუმენტს ვერასახავ, და ხდება, რომ არის ისაც ვერ აისახება რასაც ვერ ასახავს შენ კანონში და ამ დროს შეიძლება რეალურ ცხოვრებაში დადგეს ეს მომენტი, მაგრამ სასამართლოზე დადგეს ეს მომენტი, მაგრამ სასამართლოს არ ქონდეს იმის საშუალება, რომ მიუყენოს რაღაც კოდექსი, რაღაცა. ამიტომ უნდა შეავსოს ეს ანალოგიის პრინციპი. ანალოგიის პრინციპით ეს ვაკუუმი უნდა შეავსოს ანალოგიის პრინციპით. ეს არის, ამაზე საუბარი. ეხლა ანუ პრეცედენტული სამართალი გამოიყენო, მაგალითად, რომ იქ როგორ მოხდა და იქ ანარჩენი ამერიკის შემთხვევაში თქვენ უკეთ მოგეხსენებათ. აი, მოდით ეხლა თქვენ ახსენეთ ეხლა ეს ძველი სამართალი, მოდით პირდაპირ ვისაუბროთ აი ამ სამართლებრივ ლაკუნაზე. რას ნიშნავს ესე იგი? ეს უკვე მივხვდით რას ნიშნავს, რომ ესე იგი ვაკუუმია ფაქტიურად. ხო, ეს ვაკუუმია, ხო, ეს ლაკუნა არის ვაკუუმი, ესე იგი ის მომენტი, როცა არ იკითხება სამართალში და ლაკუნა იყოს, შეიძლება იყოს ესე იგი, ეს არის კანონმდებლების მიერ დაშვებული შეცდომა, რომ ვერ მოხერხდა ესე იგი ამის გაანალიზება, ესეთი რაღაც რომ მოხდა და დაგვრჩა როგორც ვაკუუმი, დაგვრჩა როგორც სამართლებრივი ლაკუნა. ახლა ამაზე რატომ მინდოდა ეს საერთოდ ეს გადაცემა მიგვეძღვნა და მე თქვენ გითხარით, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინა გადაცემაში ვთქვი, რომ Deutsche Welle-ზე იყო პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი და მან ისაუბრა ტრამპზე და პოლიტიკაზე და მისი აზრები ვთქვი წინა გადაცემაში. აი, 2 დღის წინ, თუ 3 დღის წინ იყო იელის უნივერსიტეტის პროფესორი. იგივე ესე იგი იმისი რომელი განხრით ესე იგი პოლიტიკური ურთიერთობების განხრით უნივერსიტეტის პროფესორი კაცი. ამაგაც გვარი დამავიწყდა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება საგარეო ურთიერთობების დიახ ხაზით. და შეგიძლიათ ნახოთ, კი ბატონო, დაწერეთ პროფესორი იელის უნივერსიტეტიდან ფრანს 24-ზე რამოდენიმე დღის წინ იყო ინტერვიუ. და რა თქვა ამ კაცმა, რომ ესე იგი, პირველი იმას ეკითხებიან, აი თქვენი აზრით, დღევანდელი ხელისუფალი ამერიკის როგორ რაღაც დღევანდელი ხელისუფალიო ამბობს. ესე იგი, მე პირდაპირ ამერიკელია კაცი, პროფესორი კაცია, იელის უნივერსიტეტის პროფესორი. არავით არის იქ. ასწავლის ანტი-ამერიკულს არ ამბობს. ამერიკელ მოქალაქეებს. ხო, არაფერს. ანტი-სამართლებს არ მომავალ პოლიტიკოსებს. არაფერს ანტი-ამერიკულს არ ამბობს, უბრალოდ ამბობს რეალურ სურათს რა აქვს შეერთებულ შტატებს დღეს როგორც პრეზიდენტი ტრამპის სახით. პირდაპირ თქვა კაცმა, რომ აი მე მაგალითად ვამბობო, ახლა პროფესორი კაცია, ვარით უზრუნე პროფესორი კაცი ვამბობ, ყველა ვიცით ვინ არის, რომ ტრამპსო მის ესე იგი ცხოვრებაში სტუდენტობის დროს ჯერ ესეთი სხვა შორის ძალიან ესეთი დავიო რაღაც სკოლა დამთავრებული, აპელირებული არის ის სკოლა პენსილვანიის უნივერსიტეტთან
დამავიწყე ეს არ არის ახლა Harvard რეიტინგურია ხო იანი და სერაკუსის უნივერსიტეტი ჯობარი დამთავრებული მანამდე West Point-ში სწავლობდა და ეს ამ რანგის და თან 4 ესე იგი A არის ყველაზე მაგარია ესე იგი რეიტინგი A+ არის ყველაზე მაგარი და A არის A+-ის ქვემოთ A-ზე აქ ანუ 4.0 ბალით დამთავრებული ამისი არ იწებნება და დამალული აქ ხო და ერთი სიტყვით რაც ამბობს რომ ეს წიგნიო ნანახიც არ აქვს აი პოლიტიკური ურთიერთობების სწავლების აი ეს სახელმძღვანელო ფსიქოლოგიური სწავლება ამ პოლიტიკური ურთიერთობის ფსიქოლოგია აი ამის წიგნის კი არ აქვს ნანახიო და ამას მოაყოლა იცით რა რომ ხედავს ხო და ამას მოაყოლა რა რომ ესე იგიო თან ამის გარდა ვაკვირდებითო ხო ესე იგი რამდენი საქმეა დღეს გადასული სასამართლოში ხო პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის მერე განსახილველად ბევრი ესე იგი ამან ხელი მოაწერა იმან უარი თქვა კონგრესმა და სენატმა და გადავიდა სასამართლოში. ახლა უზენაესმა სუპრემ კორტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კი თუ არა და გაიზარდა ეს საქმე. და მისიო რასაობს ამის მიზეზი არის ისო, რომ მისი ადვოკატებიო გარშემო, საკუთარი ადვოკატები კომპანიის ტრამპ ორგანიზაციის, რომელიც ერთ-ერთი ახლა სამართლის ის უნდა რო იყოს პირველი ხო და არის კიდევაც მაგრამ დიდი კონტროვერსიული ამბებია სენატსა და მის პიროვნებას ბანჩი გვარად და არიან ესე იგი მონადირე ადვოკატები უფლებადამცველები ნადირობენ რაზეო ნადირობენ ინგლისურად ამას ქვია legal loopholes ესე იგი სამართლებრივი ლაკუნა რა არის ესე იგი აი როგორც შავი ხრელია ხო გაუგებარი რაღაცა ხო რაღაცა ხო ეს არის დაახლოებით იგივე რომ სამართალში ესე იგი რამენაირად რომ გაძვრეს ბრალდებული ბრალდებული ან ესა ესე იგი დანაშაულებაში ეჭვმიტანილი ადამიანი გაძურეს და პასუხი არ აქვს დანაშაულებას. ანუ ვიღაცას მიაყენო ზიანი სახელმწიფოს პიროვნებას. არ აქვს მნიშვნელობა პირადი ბანკს, ქვეყანას და მე აქედან გაძურეს პასუხისმგებლობისგან. აი ეს არის ლაკუნა. ხო. ეს არის სამართლებრივი ლაკუნა. ეძებენო ამას. ამხვრელებსო. ჯერ აკეთებენ რაღაცას და იციან რომ იცით რა მოგძებ და ამით სანამ იმიტომ გაძურა ხო და იცით რა ეს ჩემთვის ახლა რო ვთქვათ ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი ახლა ბევრ უკვე საკმაოდ ბევრს პრეზიდენტ შევეს არის ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე ანალოგია ესეთი რამე ესე იგი რომ პრეზიდენტი ეძებს სამართლებრივ ლაკუნას რომ პასუხისმგებლობას თავი არიდოს ეს არის პირველი შემთხვევა. ესე იგი, ალბათ მივხვდით უკვე რას ვამბობთ, რომ ესე იგი, სამართლებრივი ლაკუნა, ეს არის ის ესე იგი, რასაც ქვია ვაკუუმი, რომელიც აი კანონმდებლებმა ვერ გაითვალისწინეს, ეს ერთ-ერთი მიზეზია, არის ტექნოლოგიური ახალია რა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება მოითხოვოს აი მაგალითად ვამბობ აი მაგალითად შენ ვერ დაადანაშაულებ ვიღაცას დრონი რო გამოუშვას შენს საკუთრებაში ან მობილური რო დაუშვათ აი შენ წარმოგიდგენია თქვა და ესე იგი ვერაფერს ვერ ვთქვი იმიტომ რომ მე შემოვედი ნორმა არ არის გადაფრენა იყო და ქარმა წამოიღო არა ჩემი აპარატი ეგ ჩემი აპარატი რას მე დავებით გეტყვის რა რატო შემოუშვი ჩემი ის დააფრენავს ბატონო ყველგან გეტყვის და ვერ დაადანაშაულე კრიპტოვალუტაც ის არის გაუგებარია გაუგებარი ფენომენია საერთოდ არა სამართლებრივი ლაკუნაა ესეც ხო კრიპტოვალუტა ახლა
მე მაგალითად იმ დღეს წინა გადაცემაში ვთქვი რომ ავღელდი სასამართლოში საბჭოთა კავშირის მე სასამართლოში ავყოფილვარ. ქონდათ მეზეზია. და მქონდა იმიტომ მეზეზი რომ მე იქ ლაკუნა კი არა მე პირიქით დავინახე ესე იგი მოსამართლე ადამიანი ის ქალბატონი განა ნეიტრალური პოზიცია ეჭირა განხილვის დროს. არა ამძიმებდა დანაშაულს თვითონ პროკურორის გარეშე. პროკურორმა უნდა დაამძიმოს ბრალდებელმა და ადვოკატმა დაიცვას უფლებადამცველმა და მოსამართლე უნდა იყოს ნეიტრალური. ხო და ესე იგი ჩვენ აქ ლაკუნასთან კი არა უკვე გვაქვს საუბარი პირდაპირ ის რაც და ლაკუნები გვაქვს ქვეყნის სამართლებრივი ლაკუნა იმიტომ რომ აი ერთ-ერთს გეტყვით ახლა ლაკუნა ქართული ჩოხა დღევანდელი კანონების მიხედვით არის სამართლებრივი ლაკუნა. ძალიან გთხოვთ 7 წლიდან მაცვია შავი ჩოხაში გავიზარდე მოსწავლეთა სასახლიდან მე ცეკვის ანსამბლი გორდა საუნივერსიტეტო მე სახელმწიფო მასალე ერთი სიტყვით შავ ჩოხაში გავიზარდე. ესე იგი რა მინდა რომ თქვა ამხელა დანა რომ გიპოვონ ჯიბეში ამ მანქანაში 800 ლარია პირველად გაფრთხილება და მე შეიძლება გაგასამართლო და სატევარი კიდია ახლა ხანჯალი. აი გაი ჩოხა გაწვია. ლაკუნა. სამართლებრივი ლაკუნა. ეგეც. ესე იგი შენ ამას კი ბატონო მე მომხრე ვარ ჩოხეთი აროს კი ბატონო მაგრამ საერთოდ რო ვთქვა ესეც ლაკუნა. ეხლა გეტყვით ერთ რამეს. ზოგს ისიც კი დაავიწყდა. არიციან რა არის ხანჯალი. პირველი მას ამბობენ მარტო ხანჯალს ვამოიღებ სესხლი დაიღურება. პირველი ნაბიჯი რა იყო რა თქვა. აი გეტყვით მაშინ რა თქვა. ხანჯალი ქართველს ჩოხაზე რომ უყიდია მისი ეროვნული ტანისამოსის ერთ-ერთი ატრიბუტი რომ არის რას ნიშნავს ხანჯალი რომ იგედია შავ ჩოხაზე იქნება თუ თეთრ ჩოხაზე შენ ეუბნები ფსიქოლოგიურად ყველას რომ შენ პატივსცემ ყველას ღირსებას და მოითხოვ მათგან საპასუხოს ღირსების პატივის საკუთარი ღირსების პატივისცემის მათგან. აი ის მეორე არის ის თუკი დაარღვევს ამ ფსიქოლოგიურ დააგირღვია და იმას გიქნა შეურაცხყოფა მოგადონა კი ბატონო მერე ამოდის ხანჯალი და მერე დიახ იღრობა სისხლი. ანუ ის თუ ვიცით რომ ხანჯალი თუ ამოიღებ კაცი სისხლი უნდა დაიყვაროს რომ ამბობ ისიც უნდა თქვა რომ მე ამიტომ მიგეთია ხანჯალი რომ მე პატივს ვცემ თქვენს ღირსებას მაგრამ მოვითხოვ თქვენგან ანალოგიურად პატივისცემას ჯანმრთელობის კი ეგრეთ ტრადიცია ავსერდა ეგ ტრადიციით ცხოვრობდა ქართველი ადამიანები კავკასია ზოგადად ის ატრიბუტიკა რაც ქვია იადაღი აქვს დადის თავისუფლად ნიშნავს რომ ადამიანი აქვს იმისი ძალმოსილება რომ თავკუთარი ღირსება დაიცვას მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ხვის ღირსება შეულახავ აი ესეთი ხო და აი ამის მიღმული ეხლა ბატონო ხო ნამდვილად აი ამიტომ განაჩვენე თუმცა მოდი გადავზურებ ჩვენ რომ თქვენს მოგზაურობდით ჩვენს ხშირად ყოფილა რომ ჩვენ რეკვიზიტებს ვეძახოდით რეკვიზიტები დაუპატიმრებიათ რაღაც გავგებრება მოხდა რა ხანჯლები მე შემეშალა ერთხელ და ჩანთაში მედო ხანჯალი კოპენჰაგენიდან მოვბრინავდი გორდაში წევდი არა მე ბანდეროლი ჩამომივიდა ის ერთი წელი ხანჯალი იცინეს და რამხელა იყო ეს ჩემი ხანჯალი იყო შეფუთეს რაღაც ხო ეხლა გეტყვით აი ამ ეხლა ეს დანის ამბავი ხა დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს უბრალოდ შედარება გავაკეთოთ ამერიკული კავბოური კულტურა მოაქვს ის რომ აგრე თუ იარაღი ეკიდათ დღეს მიღებული ფორმა მე მაგალითად 29 წლის განმავლობაში სამსახურში არა მაგრამ სამსახურიდან რომ მოვიდოდი და მაგალითად გავდიოდი ამ ბარში ან სადღაცაც ხო შარვალზე ყოველთვის შეგნიდან მე თუ დანა მიყვარს დანა და ის რო აქვს აი სამაგრი ის უნდა ჩანდეს ჯიბეზე ვიცოდი რომ დანა გავს ხო ის თუ არ აქვს დანას და ჯიბეში დევს და დანა არ ჩანს ის არის იჭება
ხო, ჩანაფიქრი გაქვს ესეთი რატო არა? ესე იგი, ის უნდა ჩანდეს, რომ შენ დამითხარ. ხო და ამას აქვს, ესე იგი, შევსება ვაკუუმის. ხო. აი ნახეთ. ლაკუნა შევსება. ესე იგი რა, კაცი დამითარი. ამიტომ ეხლა იმაშენ და ტყუილად შეურაცხყოფა მეაყენა. ხო? ხო, ხვდები რომ ხედავ რომ და მოუყურებ და მარტო მოუყურებ კონცეფტს. ხო, შეიძლება ამოიღოს და ეხმაროსა რა. ასე რომ გერიდება, ჯერ ისედაც გერიდება, მაგრამ მით უმეტეს არ არის ის ცხოვრება, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს იქ. მე ადრე თქვი წინა გადაცემაში, რომ იქ ცუდი ყველგან არის და აქ ცუდი და იქ ცუდი, იქ თავის თავს ავნებს და აქ ცუდი შეიძლება გავნოს შენს და გახსოვრო შენ. მეტყვი სარგებელი ნა. ხო, ან რაღაცა, რა ვიცი, თავის ნებები დაი, რომ ის ხარ, რომ აი დავჩაგრე. დაჩაგრე და ხო, ამ დროს იგი არ უნდა გქონდეს და უნდა დაელოდ ვერ მოვერი მაგალითად კაცოა ფიზიკურად. ისე ვამბობ რა. ხა ენითო კი ბატონო, ჩემ დროს ჩვენ ახალგაზრდობის დროს კი ბატონო სულ არ ვჭირდებოდა დანა, თუმცა ხდებოდა დაჭრებიც და გაიყვანდი და ეტყოდი რომ არა ვარ რაღაცო ის კაცი და არ ხარ მართალი და არ ვიზავდი დღეს უკვე ესე არეულ დარეულია თქვენ აზროვნება თქვით თორემ დღეს როგორ არა თქვენს უნდა მიმიანი ღილაკიანიდან არ შეიძლება ამერიკაში თუნდაც კონდეს ისა იცით რატო? აი ეს ეფექტი ამას გეუბნება კანონი რომ ესე რომ გაღემებული რომ გახსნი და მოწინააღმდეგეს გახედა ხო ეს უკვე შენ ეფექტებს იმაყიდი ამიტომ ეგ არა აი ეს ფიქსატორია იგივე კნოპკიანივით იხსნება თუ იცი იმის გახსნა ესეთი ჩამოკრავდა ხო მაგრამ რა მინდა რომ ვთქვა რომ ესე იგი დანა აქ ამ ქვეყანაში არ შეიძლება თუ ყველაზე კარგ შემთხვევაში ვარ დაგაჯარიმან თურმე როგორ არის იცით მე მას საბარგულში უნდა გენთოს დასკოჩიდიო რაღაცაზე ხა წარმოიდგინე ეხლა როგორ მე მაგალითად ჩემ ამიტომ გამოდის ესე იგი ჩოხა ხანჯალი არის ნაკუნა ხო რაკი ემა ვიტყვის პოლიციამ ეგ არის ხო ეხლა ეს ერთი ვთქვით მაგალითად აი ერთი ამერიკული ლაკუნა მინდა კიდე ერთი მაგალითი ვთქვა სამართლებრივი ანუ loop hole რო ამბობენ წლობის განმავლობაში ვერაფრით ვერ დაუმტკიცეს Uber-ს ეს რო არის სამგზავრო ეს ტაქსები ჩვენ რო გქონია რო ტაქსია და ლიფტია მეორე ორი ამერიკა ვერაფრით ვერ დაუმტკიცა სასამართლომ, იმიტომ რომ უჩივლეს ტაქსი კომპანიებმა, Yellow, მიმერმა, Dallas Taxi Cab, მემ ყველა მოჩაია Blue Taxi Cab, მე უჩივლეს რო კაცო. ხო ხდება რომ ჩამოვიდა მგზავრი, გარეკარები დაჟდა წავიდა. არც ტაქსი აწერია იმ მანქანას, აი ეს კერძო მანქანა. მიუ შეიტანეს ამ Uber-ს, კი ბატონო არის Uber-ი, კომპანია Uber-ის მეტრონმა უთხრა. რა თქვენ ისახავთ სატრანსპორტო კომპანია რა სატრანსპორტო კომპანია ვარ მე ბაზა მაქვს მანქანები მყავს ტაქსები მძღოლებს ვიქირაო სამსახურებს ვაძლევ თუ რა არა მაქვს ახეს არა აქვს აბა ეს მგზავრებს დია მაქვს სამსახური რომელი სატელეფონო და კომპიუტერული რომელიც მე ვარ თანამგზავრობას უწყობ ხელს და ამაში მაჯილდოვებს ჩემი თუღილს ტაქსი 25 მე ამ თანამგზავრობის ესე იგი მე მიმდივარ ათლარად აღმაშენებლისკენ სიტუაცია და უცებ გაჩერდება მანქანა ჩამიჯდება ვიღაცა წავიდა 10 ლარად 7 ლარად 8 ლარად რა მოგებულირჩება ეკოლოგიაც ადამიანის მოქალაქეც ვერ დამტკიცეს ლაკუნა ამ დროს არაწერია ტაქსი და რაღაცა ჩოგლებრივი მაგრამ ამ დროს ჩვენ ვიცით რომ ის მართლა ტაქსივით არის ვიცით მაგრამ დაუმტკიცა სასამართლომ რომ ის ესე იგი მას ის ადვოკატი ყავს და ის ჯგუფი ადვოკატების რომლებიც მუშაობენ ამ ლაკუნაზე სარგებლობს ნახულობ სარგებლო კომპანია ამოდენა კომპანია Uber ლიფტი ესე იგი გადაასრო ყველა ტაქსებს და ყველა იმის კომპანიებს. აი რა არის ლაკუნა. აი ეს არის
ქალბატონებო და ბატონებო. ეხლა ერთ შემთხვევას კიდევ ვიტყვი, ბატონო. ქალბატონებო და ბატონებო. ეხლა მე ჩვენი აზრი გვაქვს, რა თქმა უნდა, და მე კი ვიცი რა არის მისი რის ღირსია ეხლა რასაც ვიტყვი. ის ადამიანი, მაგრამ აი კანონი რა არის? იმდენად რამდენადაც კანონი არის და საერთოდ სასამართლო არის იმის, რომ პირველ რიგში გასაკვირველია მოსამართლემ უნდა დაიცვას ადამიანი, გამოუტანოს განაჩენი. პირველი ის არის, რომ დიახ, სამართალმა უნდა იზრუნოს ადამიანის კეთილდღეობას. და იყო ესეთი შემთხვევა, მაგალითად, ესეც გარკვეულწილად თვითონ მოძებნა ლაკუნა, სამართლებრივი ლაკუნა იმ კაცმა, ბიჭმა. არის ესეთი შემთხვევა, რომ ესე იგი დაჭერილია ამაზე გადაცემა იყო, ბატონო, ნახე ეს გადაცემა ამერიკაში და იყო ნარკო, ხო, ესე შემომტანზე კი არ ვლაპარაკობ დიდი რაოდენობებით. ნარკორეალიზატორია. ხუთის რეალიზატორია დაჭერილი და სასამართლოში ეს. და ხანო მოსამართლეს რა თქმა უნდა უჭირავს ნეიტრალური, პროკურორი იმაშובה ამძინებს, დამცველი ყავს, კი ყავს სახაზინო, მაგრამ ისეთი რამე თქვენ კაცმა სულ აღარ ჭირდება იმას თვითონ და თვითონვე მოძებნა ლაკუნა. ესე იგი სამართლებრივი. აღდგა და უსმენს მოსამართლე ყვება ამ ამბობს, რომ ესე იყო, რადგან აღიარებთ დანაშაულს. კაცი ამბობს, დიახ, ვაღიარებ. თქვენო ღირსება ვაღიარებ დანაშაულს. მაგრამ განიხილეთ მეორე მხარე ჩემი. რა დღეში. ჩემს გვერდზე რომზის ეს არის ჩემგან დანიშნული მომავალი მეუღლე, რომელიც არის 7 თუ 8 თვის ორსული. გვერდზე ეს დიდი უკვე. მე ეუნება ფიზიკურად ქონდა რაღაც პრობლემები, ვერ იყო ჯანმრთელად და ფიზიკურად მე შრომის პენსიონერიც ვარ. მაქვს ინვალიდი ვარ და რაღაც მინიმალური რაღაც დახმარებას ვიღებ. და ამით ვერ ვარჩენ ჩემს მეუღლეს დანიშნულ ქალბატონს და მომავალ შვილს. მე სამსახურში არ მიღებენ, იმიტომ რომ მე ნასამართლეობა ვიჯექი, დიახ, რამოდენიმე წელი. ფიზიკური სამსახურის შანსი მაქვს, ამას არ მაძლევს ჩემი შესაძლებლობა. რა ვქნა? თქვენო ღირსება, რითი ვარჩინო ჩემი მომავალი შვილი? დადუმდა მოსამართლე. პასუხი არა აქვს. ხა იმიტომ რომ სამართალი პირველ რიგში ადამიანის კეთილდღეობას ემსახურება. ხო, რა თქმა უნდა, ხო. აბა რა სამართალია, მარტო იმაზე თუ ყვირი ხარ, რომ რამდენი მივცეთ. ყველაფერი. სისხლის სამართლის, აკროიცია, ყველა დანაშაული სისხლის სამართლის არის. ყავს არ ამოდა. ხო, რასაკვირველია და გამოიტანოს ვერდიქტი, ხო? და ვერდიქტი გამოჩნდა, კაცია. ძალიან გამოჩნდა. ახლა როგორია, მე ამას მივუწევდი. დაინახა ლაკუნა მაგაში და იმიტომ თორე თვითონ შექმნა. ხო, შეუძლია დასაჯო და მე ბატონო 6 წელი. და ამას რატო ეს მოაზროვნე კაცია თვითონ მოძებნა ლაკუნა სამართლებრივი. და მე აი შევხედავ და თქვიო, რომ იცით რა. მე თქვენ გაძლევთ პირობით 6 თვეს. იმიტომ რომ გააგრძელოთ ეს თქვენი მოქმედებებიო, კაცო. ეს არალეგალურია და მე შემდეგი ესეთი რაღაცა მე უკვე ვიტყვას მაგას ნიშნავს. რაღაც რაღაცა მოვნახოთ რა, გზაო რა. თქვენ მონახეთ. არჩევანი შემთხვევით მომინდია. არჩევანი შემთხვევით რაღაცა. არჩევანი გააკეთა, ცოლი მოყავს, შვილი გეყოლება. რავი, რაღაცა სხვა რამე დაკავდა. ნარკორეალიზაცია, საზოგადოებისთვის მეუღებელი და დაკავდა სხვა რამეთ, ახლა იმას არ დაგიჟე ერთხელ, მაგრამ აი ხო, შემდეგში შეიძლება ხო სარგებლობ ამ ლაკუნათი, ამ პრინციპით. ვავსებ ამ იმას. პრეცედენტსაც ვქნებით. ამ ლაკუნს ვავსებ ამ თქვენი ამ გამოსვლით. ვიჩენ ჰუმანებობას. ხო. და
6 თვიან გაძლევ იმას. ესე იგი ის კვირაში ერთხელ უნდა ჩავიდეს, გამარჯობა აკავარ, წავიდეს ოფიცერი. მეტი არაფერი, არც გასინჯვა, არც გამოსინჯვა, არაფერი, იმიტომ რომ ეგეც იმის არჩევანია. ხო, და აი ესე გაუშვიო და მერეო დავფიქრდიო. და რა ვთქვი? აი შემდეგი მოსმენა რომ ექნებაო მოსამართლეობას. განა მოვაჭრესო. მომხმარებელი როა დაჭერილიო. ძალიან კაცრად ვიქნები, მაგრამ იმიტომ რომ ეგენი რო არ იყვნენო, ის ქუჩაში არ იდგებოდა გასაყიდათო. ხოდი. არა, ეხლა წარმოიდგინეთ. აზროვნებს ადამიანს. არა, აქ უკვე ესე იგი სად მიდის განა, იმიტომ ვამბობ რომ ეხლა სახელმწიფო აიყო და და დავსაჯოთ რა მომხმარებელი როგორ გეკადრებათ. ეგ ისეთი რამეა რომ ზოგმა თრობა არჩია. მომხმარებელთა თავის ლაკუნაა. არა, თრობა არჩია დღევანდელ რეალურობას და რა მნიშვნელობა არაღს დალევს თუ ხო ნარკოტიკს გამოიყენებს, ხო? ეგეც საკითხავია კიდე და ეგეც ლაკუნაა. კიდე სხვა საქმეა. ხო, ეგ კიდე სხვა რამეა და ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აკვირდებით, ესე იგი, სად მიდის სამართალი იქით, რომ ადამიანი იყოს ბედნიერებისკენ და არ იყოს მოსამართლე ის, რომელიც დამსჯელი მაინდა. არა, თან ამძიმებს დანაშაულს. მე ისეთი მოვისმინე იმ დღეს მოსამართლისგან პირველი სიტყვა, რომ მე ის მეგონა იყო პროკურორი და არა სამართალ ისა ბრალდებელი მეგონა და არა მოსამართლე. ხო და იცით რა, აი ეს ძალიან ცუდად მოქმედებს რა. საერთოდ ადამიანი ახალგაზრდებზე მოქმედებს. კარგით ახლა ბატონო ჩვენ ისეთები ვარ გამოვლილი საბჭოთა კავშირის დროს გავატარეთ და მალე წავალთ იმ ქვეყნად მალე და ახალგაზრდას რას ვეუბნებით? რა სწავლებთ აქ? ახალგაზრდებს რას ვეუბნებით ხალხო რა როგორ ესე იგი ხედავ ახალგაზრდა კაცი ბრალდებული ზის მოსამართლე უმძიმებს დანაშაულს. წირავს ესე იგი. უმძიმებს, ესე იგი, ეუბნება რომ თქვენ არ ახსრულდა რა მისი ნება რომ მომკვდარიყო, არ უნდა დამოკვდა. მაგრამ ეს ამბობს არ ახსრულდა. რომ მომკვდარიყო? და ამბობს არ ახსრულდა, ესე იგი ამას უნდა რომ მომკვდარიყო. მოსავჟი როგორც არის ახლა რა აზროვნება და რა ლაკუნაზე ლაპარაკობ თქვენ საბჭოთა კავშირი ახსენეთ და ესეთი წესები ხოლმე კანონებია თითოეული წელი ღირდა და 1000 მანეთი 2 წლის მოკლება 2000 აი მაგ ლაკუნა კი არ იყო მან ესე ნიხრი იმდენად კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული გამიგეთ რომ ბოლოს იმიტომ გაიხსნა და დაინგრა რომ პოტინებით ეხლა და გვენატრება საბჭოთა კავშირი ხო გაორებული იყო ვიღაცები აუგეშათ რა კომის მდივანი იყო თუ თანამდებობის პირი იყო ამ ხლართებში რომ წყვეტდა და მედიოდა სამართალი იმსაროსებოდა და ნევსის ქურდს აკლემის ქურდი აგზავნიდა ციხეში. ხო, ახლა ჩვენ არც თქვენ ხართ იურისტი, არც მე. არა, მაგრამ კითხულობთ, უსმენთ. განათლება არა არის. ხო, აბა ყოველდღიურად რაღაცას უსმენთ, რაღაცას კითხულობთ, რაღაცას ვედა კარგი ქვეყნისთვის კაცო. ხო და იცით რა. მე რა აი ნახეთ ახლა, ესე იგი რაც არ უნდა დანაშაული მოხდეს საქართველოში. მოიბარა 600 მილიონი სისხლის სამართლის დაიწყება. Ragana თავის სისხლის სამართლის, კაცო, სისხლის სამართლის დანაშაული არის მხოლოდ ის დანაშაული, რომლის დროსაც მოხდა დაჭრა, მკვლელობა. სისხლი იღურება. ხო, სადაც სისხლი დაიღურება. თქვი პირდაპირ რომ ეგ არის ქვეყნის წინაშე დანაშაულის ჩადენა. დიდი თანხის მოპარვის თანამდებობის პირის მიერ. ხო, და გამოყენება რაღაცის იმის მიერ, ხო. არის ეს სისხლის ძარცველი, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ის არის ძარცვა, ქურდობითაა ესაბრალდებული და არა სისხლის სამართლის. ამძიმებენ, უნდა გეშინოდეს სიტყვა სასამართლოში, უნდა გეშინოდეს სიტყვა მოსამართლის უნდა გეშინოდეს. კარგით რა არის ადაბცხოვრობთ. შენობებზე უარი უნდა თქვა. ხო, თან ყველაფერი ადვოკატი რომელია ისი? ამათნაირია.
შეძლო სამართლის ესე გელაპარაკე. როგორ უნდა მოსამართლეს ბატონო მოსამართლე. ბატონო მოსამართლე, ქალბატონი იყო მოსამართლე. ვერ უთხრა სიტყვა მიმართვა, რითაც უნდა მიმართო მოსამართლეს. თქვენო ღირსება. ესეც კი ვერ უნდა გამოღებული ეგ. არა, რატომ იცით ამათ თქვენო ღირსება გონიათ ისა? თქვენო ბრწყინვალება გონიათ. ამ დროს ზუსტად თქვენო ღირსებაა დაბალი ბატონოზე და ქალბატონოზე. და ზუსტად თქვენო ღირსებაა ის სიტყვა, რითაც უნდა მიმართო მოსამართლე. ფუნქცია აქ იმას. ის მოსამართლეს მანტია აცვია და ღირსების მანტია. მოჭა, ამაზე ვილაპარაკეთ. ხო. წინადადაც. აი ეს არის ბატონო რა და აი ეს არის სამართლებრივი ლაკუნა. ბატონო, ეხლა ჩვენ მაინც საქართველოს ბედი ყბალზე და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებზე ვსაუბრობთ, ხო? და ამერიკა, იმიტომ არის ჩვენთვის აქტუალური ამერიკა, რომ ადრე როგორც ვიცით, ამერიკას ამაგია ჩვენზე კაცო სამხედრო შეიარაღებაში, ბევრ ამბავში, განათლებაში, რეფორმებში, გარკვეულ ჯანდაცვაში და 6 მილიარდი აქ დაახლოებით დახარჯული ჩვენი მისამართით, ხო? და ჩვენ ვაკრიტიკებთ ამერიკაში არსებულ მდგომარეობას და ვაკრიტიკებთ იმ გარკვეულ ქმედებებს, რომელიც ამერიკის პირველი პირისგან მოდის. რატო ვაკრიტიკებთ? მტრები კი არა ვართ იმისი ჩვენ. სწორება იმაზე ამერიკის მტრები კი არა ვართ. ჩვენ პირადად იმას ვეუბნებით, რომ ის არ არის მართლა. ხო და გავადრო თქვენ ძალიან სწორად ფიქრობთ. მე მგონია რომ ეს ყველაფერი აისახება და რეალურობაში სხვანაირად პასუხს, მაგრამ ისე არა რომ აქ რო ვიცით ოდესმე ილია ჭავჭავაძის მკვლელი ვერ დაისაჯა ბოლო ვიღაცა დასაჯეს მე ისე. არა, ნუ ეხლა წარმოიდგინეთ რა გუშინ გამსახურდიას მკვლელი ვერ დაისაჯა. ის ვინც მოახდინა დღეს ამ დღეში ვარ ჩვენ რომ 91 გადატრიალება ვინც პუჩი ვინც მოხდა ის ნაწილი ხელისუფლებაში არიან დღეს ის ხალხი კაცო. კი ბატონო. ხო და ამათ ლაკუნა კი არ ქვია, ამას კი სამშობლოს ღალატი ქვია. კაცება ქვია, ამას პარამე ქვია. გამიგდა, იმიტომ ვართ ამ დღეში და იმიტომ ვეძებთ გამოსავალს. ჩვენ გამოსავალს. მეტად იყოს ის ქვეყანა, რომ ქართველი ადვოკატები იყვნენ მონადირეები ლაკუნაზე. რატომ იცით ეს იმას ნიშნავს უკვე რომ იმდენად განვითარებულია სამართალი. ხო. სრულყოფილი სქემა. აი წარმოიდგინეთ ესე იგი ხა მე რას ვამბობ, ნეტავს ვამბობ მართალია მე ამას არ. არა, ხედავ. მაგრამ ესე იგი ის იმხელა პროფესიონალიზმია იქ უკვე სამართალი იმხელა დონეზეა სულ. აი გეტყვით ლაკუნა იყო კიდევ სამართლებრივი ლაკუნა მოძებნეს O.J. Simpson-ი კაცმა ცოლი ყოფილი მოკლა და მესე და იმდენი შრომა ადვოკატმა და ადვოკატურმა კანტორამ მთლიანობაში ბიურომ რაღაც კომპანია თითო მოსმენაზე 50000 მაშინ 90.000 თითო მოსმენა 50000 უჯდებოდა O.J. Simpson-ს იმდენი იშრომეს და იმდენი ლაკუნა ნახეს სამართლებრივი რომ მოსამართლემ ცრემოდემნილი თვალებით ესე თქვა დამნაშავე არ არისო და კინაღამ ტირილი დაიწყო ამდენ წავიდა არის ნუ ესე მთელი ამერიკა და მე მთელი ამერიკა ამბობდა რომ ეს დასაჭირია მაგრამ ის და ესე იგი მაგ მომენტის მერე გამოვიდა ფილმი დიავოლის ადვოკატი ეშმაკის ადვოკატი აი ალპაჩინო რო თამაშობს ეგ იყო პასუხი ჰოლივუდიდან რომ ესე იგი რაღაც ვერ აგვაქვს კარგად ხო იცი პროგრესულია საზოგადოება კინო ხელოვნებაც პროგრესულია და გამოუშვეს ეს ფილმი ანალიზისთვის გამოუშვა ანალიზისთვის რომ ესე იგი ჩვენთან რაღაც ვერ არის რაღაც სიკეთე თავზე ბოდიში დოსტოევსკი მას გააკეთა ბრატე კარამაზოვებში ველიკი ინკვიზიტორი რო დიდი ინკვიზიტორი თუმცა იმისთვის არის ეს რომ საზოგადოება გამოეკვეს აზე მოვიდეს და უკეთესი გახდეს და მე და არა ისე წავიდეთ უკან მე ლაკუნებიდან ამ ლაკუნებში ქვეყანა დაზარალდეს მოქალაქე დაზარალდეს და არა სარგებელი ნახოს მოქალაქე თან ამ დროს ვალდებულები არიან იმითი პირდაპირ წერია სამართალში რომ ვალდებულია საქართველოს სასამართლო რომ ანალოგიური შემთხვევა თუ მოხდა ლაკუნაა და თუ არის სამართლებრივი ვაკუუმი თუა სამართლებრივი ლაკუნა თუა ამა თუ იმ საქმეზე მათ ანალოგიის საფუძველზე უნდა შეავსონ ეს ანუ ის რომ საქმე არ მიიღოს ამ განხილოს ეს ვაკუუმი ხო უნდა განიხილოს და ვაკუუმი უნდა შეავსოს ანალოგიით პოზიტივით ხო ანალოგიით ესე იგი პრეცედენტით რაღაც სხვაგან მოხდა რაღაც ესეთი და ამან მეორე ჩართოს და ეს გამოიყენოს როგორც ამ ვაკუუმის შემავსებელი
იცით რა ახლა ჩვენ მართლა ისეთ თემაზე ვსაუბრობთ მე მჯერა რომ იურისტებმა არ ეციან ალბათ არ წერა არა არ არის გასაგებია რა ხვდებით ვეჯახი ალბათო ნამდვილად არ არის მაგრამ ცხოვრებაში ამას ხვდებით ეხლა მე რო ქუჩაში გავიდე სოფლიო პრაქტიკაში ახლა მე რო ქუჩაში გავიდე თქვენ გავიდეთ ღმერთმა დაგვიფაროს რა გავედით ქუჩაში და ავდივართ რა მეუღლესთან ერთად ძალიან ადვილი მოსალოდნე ვიღაც ნაშვამი რაღაც გაგანებს შეურაცხყოფას თან ისეა რა მოსულად არის რა ფიზიკურად სკიპურტი არ ეყოფა იმას ხო ახლა ახალგაზრდები რო ვიყავთ შეიძლება აუტეხოთ ჩხუბი და ვერაფერს ვერ ვიღუნებით იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოვერევით და ის კიდევ უფრო შეურაცხყოფას გვაყენებს ამ მომენტში მე არ შემიძლია ესე იგი ჩემი კანონით რომ მე ჯიბეში მეტყვი დანა ჩოხა თუმაცვია და სატევარი მკიდია ის არ მოვა ჩემთან წავიდა ჩოხას ჩავიცოდა მოვა მე არა არ მოვა ის ხო არ მოვა ჩემთან არ მოვა ხალხი ხო ბაგარი რა ესე იგი ამორიცხეს რა ის დანა რატო არის ის რო ჩანს და ესე იგი რო თუ ვინმე დააპირა რა ხედავს დანა ოჩოს იმაზე ეს სამაგრე ჯიბეზე არ მოვა აი ეგ არის ფიქრი იმაზე თუ რა რამდენი შემთხვევაა წარმოუდგენლად ძალიან ბევრი თქვათ შორის ეგრად ნოშულ საათი სპირიდონ ცირიშვილო მოკლავს იმას ხო იმას ხო ტარემყავად ხო ვაშკაცი ყოფილა ხო და ახლა იმარო ახლა ხო ღირსება ბარა აი ესეთ ჩვენ იუნკრებს ხონდათ დიდება უფალს ძიდება სამშობლოს ღირსება უპირველეს ყოვლის სასაკვირველია აი ღირსებისთვის არის კაცობრიობა მოწოდებული მithumetes ქართველი კაცი და ხანჯალი იცავდა მათ ღირსებას პირდაპირ ეუბნებოდა უთქმელად რო გამოჩნდებოდა კაცი ჩოხაში ის გეუბნება უკვე ფსიქოლოგიურად გზავნილს გიგზავნის რომ მე პატივს ვცემ შენს ღირსებას და მოვითხოვ შენგან ჩემს პატივისცემას ანალოგიურად რაც მე თქვენ ის თქვენგან მე ეს არის არც ახლა ბატონო ჩვენ ბევრი დრო არ აგვაქვს დღეს და მოდით ამითი დღეს დავამთავროთ და გავაგრძელოთ შემდეგ პარასკევს კიდე ბევრია მოსაგონარი ბევრია სასაუბრო ახლა თუ ბაკუნაზე არ ვილაპარაკებთ მე საემიგრაციო სამართალზე ვისაუბრებ მინდა დავიწყო რომელიც შეთვის ხო და მინდა რომ იქ ცოტა გზავნილებსაც გავაგზავნოთ ეს მარტო აქტუალური ამერიკა არ არის ეს არის აქტუალური საქართველო ბადმოზურაბ იმ თვალსაზრისით რომ რაც აქტუალური ამერიკაში ხვალდაზე საქართველოში შეიძლება აქტუალური ანგლისაც აქტუალური კი ბატონო პროფესიონალი უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრი ამისთვის რომ შავი და თეთრის გარჩევა შეძლოს კი ბატონო პროფესიონალი ემიგრანტი ვარ ძალიან კარგად ვიცი ამერიკული საემიგრაციო სისტემა და ბევრი გადამხდა და მინდა რომ ცოტა გზავნილებიც ოკეან ახალ ჩასულებს იმიტომ რომ კი გასაგებია იქ ადვოკატი არის და ყველაფერი მაგრამ ეს უფასო იქნება ეს რჩევები რასაც ჩვენგან მზად იქნება და იქ აი ესე ქვიშის საათს გადმოგიტრიალებენ 2 საათი ჩემ დროს 90-იანებში იყო 2 საათი საუბარი ადვოკატთან, საემიგრაციო ადვოკატთან ღირდა 250. ქვიშის საათია რა გადმოატრიალებს ჩამოვარდება ბოლოს ნაცეცი ქვიშის და მეუბნება ჩვენამდე მოვითხოვდა ბატონო ჩვენამდე მოვითხოვდა არა ჩვენი უფასო იქნება ჩვენი უფასო კარგით მაშინ დღეს დაგემშვიდობებით ამით დაგემშვიდობებით დიდი მადლობა ყურადღებით ვისწავლოთ აზროვნება მეგობრებო და საკუთარი ბედზე საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ საზოგადოების სოციალურ პოლიტიკურ მდგომარეობაზე არ ვიცხოვროთ შიშით არ ვიცხოვრთ მოსახალხოს როგორ ეშინოდა და ის თან შემოვიდა და თქვა დაკეთეთ ახლა ვეგერები თქვიცი რაღაც მანდატური კაგდე სასწავლო ნაწილი მემა სკოლაში მე-6 კლასებში თქვიცი და ამის გარდა კიდე რამდენი იყო და ამ დროს ჩვენ ლაკუნას განვიხილავთ შეიძლება თვითონ არის ეს რა არის ვისწავლოთ რა არის დემოკრატია ანუ შეიძლება მოსამართლე თვითონ არის ეს რა არის ლაკუნა ერემენტები ვისწავლოთ უგრესი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ პარასკევამდე მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე მადლობა